დილამშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით ყველას გილოცავთ ვალენტინობას. როგორ ხართ შემომიერთდით, დავიწყოთ, დაგვატიშებთ ყველას. და დღეს მქონდა დილით ერთი გაცხადება, რომელი გაცხადებაც ძალიან სერიოზული გაცხადება არის და გადაწერს სრულიად წმინდა წერილების საკითხს. მინდა გითხრათ, რომ წმინდა წერილები დღეს წმინდა წერილები აღარ არის, ის არის შელახული და შეთხაპნული წერილები და ყველა წმინდა წერილი, რომელიც წესით ჩვენ უნდა გქონოდა, ეს ყველა წმინდა წერილი არის გადაკეთებული და სწორედაც აი აქედან მინდა ახლა ჩასწორება გავაკეთო იმ საკითხში, რომელიც წინ დაგვიდეს როგორც ესე ავაზაკი იუდას სახით. მინდა გითხრათ, რომ იუდას თავი არ მოუკლავს, იუდა მოკლეს და იმასაც გეტყვით, რატო მოკლეს იუდა და რატო არ მოიკლავდა იუდა თავს. ამისათვის ძალიან მარტივია ყველაფერი. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ იუდა არის გამცემად მოხსენიებული წმინდა წერილებში, ხო? რომ იუდა გასცემდა. უпроსტოდ იუდამ გასცა და მერე მოკლეს იესო ქრისტე, ხო? მინდა გითხრათ, რომ იუდას გაცემა საერთოდ საჭირო არ იყო, იმიტომ რომ იესო ქრისტეს იცოდნენ და ვინც ამ საკითხებზე საუბრობდა და განათება ნათელი შემოქონდა კაცობრიობაში, ეს კარგად იცოდნენ თვითონ რაბებმა და ძალიან კარგად იცოდნენ, ვინ იყო იესო ქრისტე და აღარ დასჭირდებოდათ იმისთვის, რომ იუდას დაედო თითი, რომ ეს არისო. იუდა ერთადერთი, რასაც გასცემდა, იყო ის, რომ იუდა მიუგზავნეს იესო ქრისტეს ჯგუფს და იუდა იყო აგენტი. იუდა გასცემდა იმ ინფორმაციებს, რა ინფორმაციაც შიდა წრეში იყო გაჟღერებული, ქრისტეს მოწაფეთა შიდა წრეში იყო გაჟღერებული და იუდა გასცემდა ამ ინფორმაციებს. ძალიან ჩვეულებრივად ეს იყო მისი დავალება და აკეთებდა იუდა ამ საკითხს, რომ შიგა და შიგ იუდა აწვდიდა ინფორმაციებს, თუ რას ხადაგებს იესო ქრისტე, თუნდ საქვეყნოდ, თუნდ მხოლოდ წრეში. ამის ნიადაგზე იუდა გაიზარდა, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით იმ დროის განმავლობაში, რამ დროც მან ქრისტესთან დაყო, გაიზარდა იუდა შინაგანში, მასში მოხდა ტრანსფორმაცია და ის ინფორმაცია, რომელიც იუდამ გასცა, რომ აი ამა და ამ დღეს ვილოცებთ აქ და შემდეგ იქნება ის საკითხი, რომ დაიწყება უკვე იერუსალიმის დიდი დღე, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იუდამ მიაწოდა რაბებს, მაგრამ იუდას არ მიუწოდებია ის, რომ რომელი იყო ეხლა მათ შორის იესო. აი ეგ არის სიდებილე და სიყალბე, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანს მოსაკლავად დასდებდე და ისიც არ იცოდე რა გარეგნობის არის ის ადამიანი. გესმით? არ არსებობს, ეგეთი რამე არ არსებულია. მაშასადამე, როდესაც იესო ქრისტემ თავისი თავი წარადგინა ჯარის წინაშე, რომ მე ვარ და რა გინდათ დაანებეთ ამ ხალხს თავი, ვინც იქ დგანან, იესო ქრისტეს იჭერენ და მიყავთ. ამასობაში იუდა არ მოეწონა ეს საკითხი, რასაც აკეთებენ რაბები, იმიტომ რომ იუდამ არ იცოდა გეგმა, რა უნდა მომხდარიყო და რომ ქრისტე მოსაკლავად უნდა წაიყვანათ და ამ საკითხში შეეწინააღმდეგა რაბებს. იმ რაბებს, რომელი რაბებიც თავის თავზე იღებენ ქრისტეს სისხლს. რა თქმა უნდა, იუდას ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდა ქრისტესგან, იმიტომ რომ ერთადერთი იყო, რომელიც მართლა ზუსტად იგებდა იმ საკითხს, რა საკითხსაც იესო ქრისტე აჟღერებდა და ზუსტად მიჰქონდა რაბებთან ეს საკითხი ერთი-ერთში, არანაირი შეცვლის გარეშე.
ანუ გამოდის, რომ ქრისტეს თუ მოკლავდნენ, რჩებოდა იუდა, რომელიც იქნებოდა კონკურენციაში მასთან, იმიტომ რომ დაიწყო მასთან შეწინააღმდეგება. 30 ვერცხლი უკან მიუყარა, ხო? ეს იცით თქვენ, რომ უკან მიუყარა. იმიტომ კი არა, რომ ეხლა გაიგო იუდამ რაშიც იყო საქმე. იუდას 30 ვერცხლის უკან მიხრა რაბების. ეს იმის ნიშანია, რომ ის განუდგა რაბებს. იუდა იყო ებრაელი. ებრაელი მოდგმის და იუდა განუდგა ებრაელთა საზოგადოებას. იმიტომ რომ ნახა, რომ მართალ კაცს კლავდნენ. და არ დაეთანხმა ამ საკითხში. ამისათვის რაბებმა არც აციეს, არც აცხელეს, როგორც აი ამ საკითხში პირდაპირ ინსტინქტური მნიშვნელობით, როგორც კი იუდა ეწინააღმდეგება რაბებს, მაშინვე გამოიტანენ განაჩენს, რომ იუდა უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ იუდას ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს. ინფორმაცია აქვს ერთ-ერთი იუდა მიცის წერა, იუდას ჩანაწერები აქვს და იუდა საშიშია ამ დროს. იუდას თავი არ ჩამოუხრჩია, მეგობრებო. რა ტოტზე ჩამოიკიდა და ჩამოწყდა ტოტი და გასკდა, რა დებილობებს ყვებიან. იუდა მოკლეს. თვითონ რაბებმა მოკლეს და იმასაც გეტყვით, სანამ ქრისტეს ჯვარც აცმევდნენ, იუდა მანამდე მოკლეს. შემდეგ ხდება ეს ამბავი. იუდა მკვდარია, არ იციან რა ხდება. იუდა იყო ერთ-ერთი ქრისტეს შემდეგ იუდა იყო ერთ-ერთი დიდი ძალა ამ ჯგუფში, რასაც ქრისტეს მოწაფეობა ქვია. ქრისტეს მოწაფეთა შორის იუდა ყველაზე ძლიერი იყო. რატო იყო ყველაზე ძლიერი? იმიტომ რომ ყველაზე გონიერი იყო. ყველაზე ზუსტად იგებდა იმ საკითხებს, რასაც ქრისტე აჟღერებდა. იუდა გამოაცალეს, პირველ რიგში იუდას კლავენ. მერე კლავენ ქრისტეს. დანარჩენები პეტრე, სიმონი, მათე, ლუკა და ვინც იყვნენ იქ? ლუკა იყო თუ ვინც იყო? რამდენი იყვნენ? 10-თაგანი, აი ეს 10-თაგანი უკვე პანიკაში ვარდება, აღარ იცის რა ქნას და ამიტომ მოტყდება. იმ ადგილიდან მოტყდება, იმიტომ რომ უკვე სიტუაცია დაიშალა. სიტუაცია არის აბსოლუტურად წყობრიდან გამოსული, იმიტომ რომ ამას არც ერთი არ მოელოდა, რომ იესო ქრისტე ჯვარზე ავიდოდა. ეს იყო მათთვის როგორ წარმოუდგენელი რამე, იცი? ამდენი ხნის განმავლობაში ქრისტე ეუბნება ამათ, რომ ახალ სამეფოში შეგიყვანთ. ესენი ელოდებიან ახალი სამეფოს წარმოქმნას, თვითონ თავისთავი ჯარში წარმოუდგენიათ ჯარის მეთაურებად. და უცბად ხდება ის, რომ ერთ-ერთი ძლიერი იუდა არ ვიცით სად გაუჩინარდა და იესო ქრისტე აქ დაიჭირეს და უნდა აცვან მეორე დღეს ჯვარს. აი ამ მომენტში ყველამ თავისი მხდალი სახე გამოაჩინა და ყველამ თავისი სახე აჩვენა, რა სუსტები იყვნენ ისინი, რომ ქრისტეს მხარში ვერ დადგნენ. ბავშვებო. შემდეგ ხდება ისე, რომ მაგდალინელი თავის თავზე იღებს, ან მაგდალინელი ყველაზე ცუდ დღეშია, იმიტომ რომ მარიამ ღვთისმშობელი ხო აზე არ იყო საერთოდ. არასდროს არ იყო ქრისტეს მოწაფეთა შორის, არასდროს არ დადიოდა ქრისტესთან და ამბობს ქრისტე საყვედურით, რომ დედაც ჩემი დაც და ჩემი ძმაც ის არის, ვინც ჩემთან დგას და მისმენს. ამითი დედამის საყვედური უთხრა ქრისტემ, მარიამ ღვთისმშობელს. მარიამ ღვთისმშობელი ჯვარცმის მერე ხდება, მოდის გონს. მართლა გეუბნებით, აი, რა ვიცი, როგორც გინდა ისე გაიგეთ, მაგრამ გაცხადება მაქვს და გეუბნებით ჩემს გაცხადებას და მარიამი ხდება ამის მერე თავისი შვილის მადიდებელი. იესო ქრისტეს მადიდებელი. მანამდე მარიამმა რაც არ უნდა მოყვნენ, რომ გაბრიელი გამოეცხადა და ის უთხრა და ეს უთხრა, არ იცოდა მარიამმა, რომ თავისი შვილი ღმერთია. არ იცოდა. არავინ არ გამოცხადებია მარიამს. მარიამი დააორსულა მისმა მღვდელმა, რომელსაც ჩააბარეს. და ეს საკითხი რომ არ გამსკდარიყო, უცბად მოძებნეს მართალი იოსები და შეტენეს ეს პატარა გოგო, 14 წლის გოგო, ამ იოსებს.
გესმის? ან ცუდად ჟღერს, მაგრამ სხვანაირად ვერ ავხსნი ამ ვითარებას. იოსებმა აიღო თავის თავზე, იმიტომ რომ იოსები მართალი იყო და ხედავდა ამ საშინელ მდგომარეობას, რაც ხდება იმ საშინელ საზოგადოებაში, რაც დღესაც იგივე მეორდება. მარიამი 14 წლის ააჩენს იესოს, შემდეგ იმისათვის, რომ ეს საკითხი მითქმა მოთქმა არ მოხდეს იმ ადგილზე, სადაც არიან, გაეცლებიან ამ ადგილს იოსები და მარიამი. და შემდეგ ჩამოდიან ისე, ბრუნდებიან ისე, რომ მე ახლა კაცობრიობა აღარ დაიწყებს იმის კითხვას ისე ძალიან მძაფრად, რომ ვინ არის, ვინ დააორსულა მარიამ. ახლა არავინ არ დაიჯერებდა ბოდიში რა, როგორც დღეს აფალოსებენ ხალხს. არავინ არ დაიჯერებდა იმას, რომ მარიამი ღმერთმა დააორსულა. აი ეგ იყო რაღაც აბსურდი, მაგას არ იყიდიდა ხალხი, ხო? ამიტომ გააცალე იმ ტერიტორიას. გაეცლებიან და ისევ მოდიან ბრუნდებიან უკან, იმიტომ რომ იქ არის მოსაგვარებელი საქმე. როდესაც ქრისტე ამბობს, რომ მამაჩემის სახში დგავა, რომ მამამისის რეალური მამის სახში დგას მართლაც. ის ეკლესია, სადაც ქრისტე იდგა, მამამისის იყო. ვინც დააორსულა? მარიამი, პატარა გოგო. მარიამი 3 წლის იყო, როცა მშობლებმა ეკლესია არ იყო მაშინ, სინაგოგას ჩააბარეს. 3 წლის პატარა ბავში მშობლებმა შესწირეს სინაგოგას, რაც გინდათ ის უქენითო რა. დედასპიცა ვარ, მაგარი სიბნელე იყო. ძალიან დიდი სიბნელე იყო, ჯოჯოხეთში ჩამოვიდა ქრისტე. როდესაც ქრისტე სწავლობს ძალიან ბევრ ამას, ქრისტე იყო ის ადამიანი, რომელიც იზრდებოდა ზუსტად იმ ნაწერილებით. მამამისი ზრუნავდა ქრისტეს, ეგრე არ იყო, რომ არ ზრუნავდა და არც იმ ადამიანს ვადანაშაულებ, რომ ვინც დააორსულა მარიამი. მართალია პედოფილია დღეს ჩვენ ვიცით, რომ პედოფილია, მაგრამ იმ პერიოდში ეს მოსული იყო, რომ პატარა გოგოებს ათხოვებდნენ. 12 როგორც კი თვიური ეწყებოდა ბავშვს, მაშინვე ათხოვებდნენ. ეს იყო მოსული და დღესაც მოსულია საზოგადოებებში. ჩვენთან სხვანაირადაც ცნობიერება ცოტა ამაღლდა. და როდესაც უკვე მარიამს მუცელი ეზრდება, ხო? შეამჩნევენ, რომ მარიამს მუცელი აქვს, აი იქ ჩარევა მოხდება, იმიტომ რომ დაქორწინებიდან 2 თვეში უკვე მარიამი აჩენს ქრისტეს. მერე ზრუნავენ ამ ბავშვზე, კაცო, ისე კი არ არის, რომ მიაგდეს. მართლა ზრდიან წერილებში, წერა კითხვა იცის ქრისტემ. გააგზავნიან ყველა იმ წერტილებში გააგზავნიან, სადაც ქრისტეს შეუძლია ცნობიერება მიიღოს. თუნდაც ტიბეტში, თუნდაც ეგვიპტეში, ყველგან იარა ქრისტემ. საბოლოო ჯამში მოვიდა და სინათლე იმიტომ შემოიტანა, რომ ეს ცოდნა ქონდა ქრისტეს. აბსოლუტურად ყველა დაფარულ წერილზე ქონდა წვდომა. ყველა მაგიური რიტუალი იცოდა ზედმიწევნით. როდესაც უკვე ქრისტე მოდის და ნახავს თავის მეორე ნახევარს, ანუ ეს არის მაგდალინელი და იცის, რომ ამის გარეშე არ გამოვა. თუ ის თავის მეორე ნახევართან არ შეეძდა, არ გამოვა სინათლის შემოტანა ამ დედამიწაზე, ამიტომ პირველ რიგში მოდის და ნახავს თავის მეორე ნახევარს. ერთდება თავის მეორე ნახევართან და შემდეგ უკვე იწყებს იმ სინათლეების შემოკრებას, რომელიც სიბნელეში არიან ჩაჭედილი. შემოიკრიბავს ყველას თავის გარშემო იმისათვის, რომ შეეძლოთ აი ამ 12, არა მხოლოდ 12, 70 და 170 კაცი დაყვებოდა ხოლმე ქრისტეს, იმდენი იყვნენ, უბრალოდ ყველა არ აღიბეჭდა. უმნიშვნელოები იყვნენ და იმიტომ მხოლოდ ისმენდნენ. და სიტყვის ძალით ავრცელებდნენ მერე სიტყვას. იუდა იყო მიგზავნილი აგენტი ებრაელებისგან, რომ აინტერესებდათ ქრისტე რას ამბობდა, იმიტომ რომ არც ერთი რაბი არ დადგებოდა ქუჩაში ქრისტეს მოსასმენად. ეს იყო მათი სირცხვილი. მთავარი რაბებზე აქ საუბარი და არა ის პაჭაპუჭა რაბებზე. მთავარი რაბი ქრისტეს გვერდით არ დადგებოდა და არ მოусმენდა. ეგ მაგათვის ეგ იყო no go, არ არსებული. ამიტომ მიაგზავნეს კაცი გონიერი, რომელიც ზუსტად გადასცემდა იმათ
იმ სიტყვას, რა სიტყვასაც ქრისტე ამბობდა. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, იუდას თავი არ მოუკლავს. იუდა მოიშორეს ამ რაბებმა თავიდან, იმიტომ რომ იუდამ ზედმიწევნით იცოდა, რასაც ქრისტე ქადაგებდა. არ აწყობდათ, ამ სინათლის ხალხში გამოტანა არ აწყობდათ და ასეთ სიტყვას ამბობენ. ჯობია ეს შეეწიროს, ვიდრე მთელი ხალხი შევწიროთ მას. ანუ ნახეთ რა ხდება, თუ კაცობრიობაში ის სინათლე გამოვიდოდა, რომელ სინათლესაც ქრისტე და მაგდალინელი და მისი ჯგუფი ცდილობდა რომ გამოეტანა, მაშინ სრულიად კაცობრიობის შეწირვა მოუხდებოდათ მათ, იმიტომ რომ არ აწყობდათ ამ რაბებს თავიანთი ძალაუფლების დაკარგვა. და დღესაც ესია, ხალხო. აბა შეხედეთ ეკლესიებს. ძალაუფლებაში რო არიან, როგორ თვალსაჩინოდ დგას და პირდაპირ თუ ვინმეს სახარება წაკითხული გაქვს, პირდაპირ რაბებს რომ ამხელს, მღვდლები დამიდგნენ თვალწინ. ეს ხალხი ვინც არისო, არც თვითონ შედიან სასუფეველში და არც თქვენ შეყავხართო, იმიტომ რომ სასუფეველი არის აქ, ხალხო, აქ. წერაში, წერტილშია სასუფეველი. წერტილში, იმიტომ რომ თუ ქრისტე ამბობს ანი და ჰოე ვარ, ეს ხალხი, რომელიც ქალები ძირითადად ქალებმა იცოდნენ იმ პერიოდის ქალები ქრისტეს დაყვებოდნენ, იმიტომ რომ იყვნენ მთავარი პირების ცოლები და ასე შემდეგ, წერა კითხვა ვინც იცოდნენ, ჩვეულებრივ რიგით გამლელ ქალებს არ ჰქონდათ მაგის უნარი, რომ წერას ცოდნოდათ. ამიტომ ისინი დაყვებოდნენ მას ქრისტეს, იმიტომ რომ ქალებში ეს ცნობილი იყო, წერაც იცოდნენ, კითხვაც იცოდნენ და წერილებზეც ჰქონდათ წვდომა. და ამ საკითხებს იკვლევდნენ, ესენები იყვნენ ესენი. ამასობაში სინათლე შემოვიდა მათ საზოგადოებაში, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინეს ის, რისი გადარჩენაც უნდა ყოფილიყო. არსად არ ეწერა, რომ ქრისტე ჯვარს უნდა ეცვას. მართალი კაცი ენოქი წერს. მართალი კაცი მოვა და ის ამკვიდრებს სამართალს და მართლებს ჩაუვარდებათ ძალაუფლება ხელში. ამბობს, არავინ არ წერს, არც ერთ წერილში, ძველ წერილში აწერია, რომ ვიღაცა უნდა ეცვას ჯვარს და მოკვდეს და შეეწიროს. არ წერია ეს. ეს მერე შეთხზეს, რომ ვითომ წერილებში ეწერა, რომ ესე უნდა მომხდარიყო. არ უნდა მომხდარიყო ეგრე. ქრისტე დაიჭირეს და მოკლეს. არავინ არ ასულა თავისი ნებით ჯვარზე. ქრისტე დაიჭირეს და მოკლეს. ამ დროს, როდესაც ქრისტე დაიჭირეს და მოკლეს, მარიამი იყო ორსულად. მაგდალინელი ქრისტესგან. როდესაც ქრისტეს კლავენ, იუდას კლავენ, ლაზარე, მართა, მარიამი იღებენ მას მერე რაც მიაბარებენ იესო ქრისტეს გააპატიოსნებენ და მიაბარებენ აკლდამას, იღებენ თავის ბარგს და მიდიან იტალიაში, იტალიის საფრანგეთის ტერიტორიაზე და იქ შეაქვთ სინათლე. იქ ქადაგებენ. დანარჩენები, პეტრე და დანარჩენები ვინც არიან, ხო? მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ, უნდა იქადაგონ ის, რასაც ისმენდნენ. რას ნიშნავს ქრისტეს ამაღლება? ქრისტეს ამაღლება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქრისტე ამ ხალხს უცხადებდა იმ სინათლეებს, რომელიც სინათლეებიც მათში არ შედიოდა და არ აღწევდა, ამ სიტყვის ძალით შემდეგ ხდება ამათში ქრისტეს სიტყვების გაცხადება. ჩვენი ისტორია ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. სად წავიდა ქრისტე? ქრისტე აღსდგა, თავისთავი აღადგინა. ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, შემდეგ როდესაც თომას ჩააყობინებს ხელს თავისი ჭრილობაში, ეს არის რეალური ქრისტე, რომელიც თავის თავს ანახებს ამ მოწაფეებს. მოწაფეებს ეხსნებათ გონი, იმიტომ რომ დაინახეს, რომ სიკვდილი არ არსებობს. და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაძლიეს მათ ის შიში, რომელიც შიშიც თვალს უბრმავებდა.
იუდა საწავიდა არავინ არ იცის. ამბობენ რომ გასკდაო, არასად არ გასკდა. არავინ არ იცის იუდა საწავიდა. თუ ქრისტემ თავისი თავი აღადგინა, თქვენ რას ფიქრობთ, იუდას არ აღადგენდა? იუდამ ზედმიწევნით იცოდა ყველაფერი, რასაც ქრისტე საუბრობს. საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ადამიანი, მათ შორის ენოქი და ელიაც გაუჩინარებულან, ისე რომ ვერავის ვერ გაუგია საწავიდნენ. მათ შორის ქრისტეც. ესმით? რატო გახდა იესო ქრისტალი? რატომ გახდა იესო ქრისტალი? რატო გადაიქცა იგი კრისტალად? რატო გაკრისტალდა? რატო გაკრისტალდა თუ იცით? იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა შიშისგან დაამტკიცა რომ გაწმენდილია. ამას ქვია გაკრისტალება. ყველა შიშისგან, ყველა იმ უაზრო აზრისგან, რომელიც არქონტების სახით არიან მოხსენიებული წერილებში, ზოგ-ზოგიერთ ინფორმაციაში, ყველასგან გათავისუფლდა. ამას სოფლისა, დიდებისა და პატივისაგან, პატივმოყვარეობისაგან, მუცელთმოყვარეობისაგან, სიძვისგან, ვერცხლთმოყვარეობისგან, ყველა საკითხისგან გათავისუფლდა. შიშისგან, ეჭვისგან, შურისგან. არავისზე მაღლა არ დააყენა თავისი თავი და არც არავისზე დაბლა დააყენა თავისი თავი. ეს მნიშვნელოვანია, მეგობრებო. მარტო ის, რომ არავისზე მაღლა აყენებს შენ თავს, ეგ არ არის საქმე. საქმე იცით რა არის? არავისზე დაბლა რო არ დააყენებს შენ თავს და ამას რომ სიტყვით გაიტან. ერთ ლოყას რომ გაგარტყავენ, მეორე უნდა შეუშირო, იცით რატომ? იმიტომ კი არა რომ რასაც ოდავი ადამიანი ხარ და აი რა გულკეთილი ხარ, იმიტომ რომ როდესაც რომაელი ვინმე სხვას გაარტყავდა მარცხენა ლოყაში სილას, მხოლოდ რომაელს ჰქონდა რომაელისთვის მარჯვენა ლოყაში გარტყმის უფლება. ამიტომ თუ მარცხენა ლოყაში გაგარტყავენო, მარჯვენაც მიუშვირეთო, იმაზე ნაკლები არ ხართო, ამბობს ქრისტე. ეს რა იყო, იცით? სიკვდილზე წასვლა იყო. შენ თუ რომაელს მარჯვენა ხელს, მარჯვენა ლოყას მიუშვერდი, სიკვდილზე მიდიოდი. всё, სასჯელი პირდაპირ ჯვარცმა. და არ გეგონოთ, რომ ქრისტემ, აქაც გამარტყი. ნახე რა კარგი ბიჭი ვარ, აქაც შემოგიშვირე ლოყა. არა, მაგვიზნით არ უთქოს ქრისტეს. მარჯვენა ლოყის მიშვერა რომაელზე. სილის გაწვნა იყო ერთ-ერთი ხელწერა იმ დროში. იუდაც, მაგდალინელიც, ქრისტეც, მათეც, იოანეც, პეტრეც, ყველანი ცოცხლები არიან. ახლა და ამ წამს, რამე თუ არ არსებობს წარსული, აწყო და მომავალი, ერთში არის გაერთიანებული. თამარიც, ზაქარიაც, დავითიც, გიორგიც, რუსუდანიც, შალვაც, ბექაც, ყველანი ცოცხლები არიან. აბსოლუტურად მე-12 საუკუნეში ვინც თამარის გარშემო იყო, ყველანი ცოცხლები არიან. აბსოლუტურად ვინც პირველ საუკუნეში ქრისტეს გარშემო იყო, ყველანი ცოცხლები არიან. ახლა ის დროა, რომ შენ ამოიცნო შენი თავი, ვინ ხარ მათ შორის. და არა მარტო შენი თავი, ამოიცნო სხვებიც, ვინ არიან ისინი. თუ ამოიცნობ შენ იმათ, ამოიცნობ შენ თავსაც.
და სანამ შენ მხოლოდ მარტო შენ თავს დაეძებ, ვერ ამოიცნობ და ვერ იპოვი შენ თავს. თუ ვერ დაინახავ ქრისტეს, თუ ვერ დაინახავ იუდას, თუ ვერ დაინახავ მაგდალინელს, თუ ვერ დაინახავ პეტრეს, თუ ვერ დაინახავ იოანეს და თუ ვერ დაინახავ მარიამს. ყველაფერი ნიშნებით შეიცნობა, ამბობს ქრისტე. მე ვარ ანი და ჰოე, ამბობს ქრისტე. და ანი და ჰოიმ გაგვიცხადა გუშინ, რომ დასაწყისი საწყისი წერტილიდან გადის ასობგერა წ, რომელიც არის წილი და რომელიც გვეუბნება წერთ ილი, რომ წერეთ ლი. წერეთ ლი. ლი კი არის ლინინი, ლინინი, თანიარენი, თანიარენი, ლინინი, ლინინი. არის ორი ნული, რომელიც არის საწყისი ფორმა და დასასრული ფორმა. საწყისი და სასრული ფორმა, რომელსაც ესმევა წერტილი და რომელიც იწყება წერტილიდან. რომელსაც აქვს წრე, წირი, გარშემორტყმული. ვისაც გესმით, ვისაც არ გესმით, უკვე ძალიან გვიანია. მადლობა ყურადღებისთვის, ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.